გამარჯობა. გამარჯობა. ვინ ხარ? ეკატერინე აპუაძე. მარტო ხარ აქ თუ გულშემატკივრებთან ერთად? არა, მარტო არ ვარ, ჩემი ბენდი და ჩემი მეუღლე. მღერი როგორც მივხვდი, რახანს ბენდი ახსენებ. და რა შეგვისრულებ დღეს? ზეპელინის როკ-ენ-როლ. ვაუ. ზეპელინის რას უკაცრავად? როკ-ენ-როლი. ოკეი. როკ-ენ-როლი არ მოეწონა. აბა ველით და გისმენთ. ლაგია. What about როკული ხმა აქვს. მე მგონი შესრულება კარგი იყო, თუმცა Led Zeppelin-ი გარდა ასეთ შესრულებისა კიდევ არის ძალიან დიდი ემოცია და გამოხატვა კიდე სრულიად განსხვავებული, რაც დამაკლდა ძალიან. მართალია, ბენდი არ მყავდა უკან და ეს დრაივი მეც დამაკლდა და ეკა ბარში მღერი? აი მაგისი ბრალია ზუსტად. სცენაზე მუშაობა არ იცი ჯერ. ბარში მღერი, სადაც თავარია რომ ისმოდეს და არ გიყურებენ. ეხლა სხვა ვითარებაში ხარ, მღერი იდეალურად. მაგარი გოგო ხარ, არაჩვეულებრივი ფაქტურული გარეგნობით, არაჩვეულებრივით სცენაზე მუშაობა არ იცი ჯერ. მღერი ბარში მყავს ჩემი ძალიან საყვარელი ბენდი, რომელთან ერთადაც მუშაობ მე. ყოველთვის მწყდებოდა გული, რომ ჩემი საქმიანობა მხოლოდ შემოიფარგლებოდა ბარით და ვიწრო წრით. ბავშვობიდან ვცნობ იმაზე, რომ ვიდგე დიდ სცენაზე და ძალიან ბევრი ხალხი მკრავდეს ხარს. აუ, რამე საცეკვაო. ცოტა მე ვიქნება საცეკვაოები ეხა დაიწყო და რაღაცები იქნება მე. მაგრამ ამოცნების ასახდენად საკმარისად გამბედავი ვერ აღმოჩნდი. ჩემ ცხოვრებაში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ. Don't let me down. შევქმენი ოჯახი და ჩემი მეუღლე აღმოჩნდა ყველაზე დიდი გულშემატკივარი ამ ამბავში ჩემი. სიმღანია რომ უკვე დროა რომ დიდ სცენას გავახ. შენი ადგილი აი იქ. სწორედ მან დამარცხნა იმაში რომ ჩემი ადგილი არის დიდ სცენაზე და მე ჩემი ოცნების ასახდენად უნდა ვიბრძოლო. ფანტასტიკური მონაცემები გაქვს.
რატანა ბიჭო? პირდაპირ ნახევარფინალში. აი! ოჩა, ოქროთა. რუსკაფის არგებლა. გელოდებით ნახევარფინალში. მოვდივარ. ეს რა მოხდა? წარმოგიდგენია, გიც? რა კარგი გოგოა. ძალიან. ვიზუალურადაც აი ზახვარტება ეს. ოღონდ ძალიან უცნაური იყო მართლა, იცი როგორი გასტამქონდა რომ პატარა სივრცის რა არის, ხდება, არ რა იცის, ხდება, რატო?